სალამი, მე ვარ თაკო და დღეს ვიმყოფებით რუსთავის ავტოდრომზე. მზად ვარ დღევანდელი რბოლისთვის. გითხარი ვის გულშემატკივრობ დღეს? მარიამ დავითიძეს. სანდრო ქაჯაიას. გიორგი წამალაშვილს. გულშემატკივრობ სანდრო ქაჯაიას. თორნიკე მაისურაძე. მე გულშემატკივრობ სანდრო ქაჯაიას. მე ვერავის არ გულშემატკივრობ ის დაიმტრევ ალბათ. ჩვენ გვჯერა რომ არსებობს უკეთესი ფერი. მანქანები. გარემო. გზა. არსებობს უკეთესი თაობა. სალამი, მე ვარ თაკო და დღეს ვიმყოფებით რუსთავის ავტოდრომზე, სადაც მიმდინარეობს წრიული რბოლის მესამე ვიკენდი. ბიტანიკა მხარს უჭერს სანდრო ქაჯაიას, რადგან ჩვენ გვჯერა რომ არსებობს უკეთესი თაობა. სანდრომ დღეს დააფიქსირა საუკეთესო დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ რბოლას დაიწყებს პირველი პოზიციიდან. იმისათვის რომ გავიგოთ რა ხდებოდა წინა რბოლაში, დაგვეხმარება დრანგა. სალამი. სატურნირო ცხრილი გამოიყურება ესე რომ სანდრო არის მეორე ადგილზე და აქ 54 ქულა. თუ თვალს ადანებდით რბოლებს, იცით რომ წინა რბოლაში გაუფრთხა გადაცემის კოლოფი და სამწუხაროდ ვერ დაასრულა რბოლა, მაგრამ ამ პერიოდში გამოვასწორეთ ეგ შეცდომა, მანქანა მზად არის და სანდრო ძალიან მოტივირებულია და ყველას იმედი გვაქვს რომ დღეს გაიმარჯვებს. წარმატებები ვუსურვოთ სანდროს. ახლახან შეგვეტყობინეს, რომ სანდრომ წინა რბოლაში რამდენიმე ჯარიმა მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ დღეს საუკეთესო დრო დააფიქსირა, რბოლა მაინც მეექვსე პოზიციიდან დაიწყო. პირველი რბოლა უკვე დასრულდა და რა შედეგები გვაქვს ამაზე დრანგა ისაუბრებს. როგორც ნახეთ, სამწუხაროდ მე-6 მე-7 წრეზე სანდროს ინციდენტი მოვიდა, რის შემდეგაც მანქანა დაზიანდა და რბოლას გამოეთიშა. ამ ეტაპზე ვეძებთ რაღაც დეტალებს, რომ მოვასწროთ და ჩავონაცვლოთ, რომ მზად იყოს შემდეგი რბოლისთვის, რომელიც რაღაც 1 საათში დაიწყება. თუ ვერ მოხერხდა დეტალების ჩანაცვლება, სამწუხაროდ სანდროსთვის ეს ვიკენდი დასრულებულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა და ვიპოვით ყველა დეტალს. წარმატებები ვუსურვოთ სანდროს. წარმატებები ვუსურვოთ კიდევ ერთხელ სანდროს. სანდრო, ძალიან კარგი სტარტი გქონდა, მე-6 პოზიციიდან მალევე გადახვედი მეორე პოზიციაზე, თუმცა რაღაც ინციდენტი მოხდა და გთხოვ მოგვიყევი ამ ინციდენტის შესახებ. ხო, კაი სტარტი იყო გამიმართლა. მე-6 პოზიციაზე იმიტომ მომიწია დადგომა, რომ წინა რბოლიდან 5 პოზიციანი ჯარიმა იყო გადმოყოლილი. პირველ ადგილზე გავედი კვალიფიკაციაზე და დავიწყე მე-6 პოზიციიდან, როგორც ჩვენ თქვი. სტარტზე პირველ წრეებზე რაღაც ინციდენტები იყო წინაც და მოახერხე და გავძვერი მეორე პოზიციამდე და ჩემ წინ იყო თავარდქილაძე, ჩემი თავარი კონკურენტი ვიცა ხა საერთო ჩემპიონატში. სამუხუჭე ხარვეზი ქონდა მანქანას, ვეღარ დაატორმუცა წესიერად, ვეღარ გავჩერდი და მოხდა კონტაქტი სანდროსთან. აი ხედავთ რა დღესაც ვართ. დაკიდების სისტემაში დაზიანდა გიტარები, მაგრამ გავეცდებით რომ მეორე შეჯიბრი იწყო დაახლოებით 40 წუთში და მოვასწროთ გაკეთება, რომ მოიღოთ მონაწილეობა იქაც. მეორე რბოლას ვიწყებთ მერვედან, იმიტომ რომ რევერსი არის მეორე რბოლაზე, პირველზე გასული დგება მერვეზე და ასე შემდეგ და რა ვეცდები რომ მეორე რბოლაზე ასეთივე კაი სტარტი ავიღო და ვეცადო ინციდენტების გარეშე დავამთავრო რბოლა. კარგი, ჩვენ დიდ წარმატებას გისურვებთ. სამი წითელი, 4 წითელი, 5 წითელი, წვანე შუქი გვაქვს, დავიძარით და ვნახოთ, აბა
სანდრო, გილოცავ ამ საოცარ გამარჯვებას, მე-13-დან პირველ ადგილზე გახვედი და გაგვიზიარე შენი ემოციები. ხო, გამიმართლა. კარგად დავიწყეთ, თავიდან სტარტზე წინ რაღაცები მოხდა და გავძვერით მერვეზე, მე იყო წითელი დროშები, შემოვედით და 8 წრე იყო დარჩენილი წითელი დროშები როცა აფრიალეს და მე ვიყავ მერვე პოზიციაზე, მაგრამ რო გავედით, თავიდანვე კარგად დაემთხვა ისევ, მოვიყო 2-3 პოზიცია პირველივე წრეზე და დარჩენილი 7 წრე მე მივსდევდი თან წინ რაც რო წინ მითხრამით რომ ძლიერი პილოტები არიან, უფრო იცავენ თავს და ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც კარგად გამოვიდა და ესე მოხდა რომ მოვიყო პირველი ადგილი. მადლობა გილოცავ კიდევ ერთხელ და თქვენც რომ გაგვიზიაროთ თქვენი ემოციები. მოკლედ გეტყვით, მადლობა, არ არის ნორმალური. ეს ჩემი შვილი არ არის ნორმალური. მართლა არ მოველოდი, იმიტომ რომ თან პირველ შეჯიბრზე კონტაქტი ჰქონდა, დაზიანდა მანქანის ბევრი დეტალი და აი დრო ცოტა იყო და წყობში არ იყო მოკლედ მანქანა ისე გავამზადეთ, რომ სარბოლო ტემპი წესით დაბალი უნდა ქონოდა, მაგრამ არ ვიცი როგორ მოახერხა რომ მე-13-დან პირველზე გასულიყო, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, უბრალოდ მიხარია და ეგ არის. კიდევ ერთხელ გილოცავთ, საოცარი შვილი ყავთ და ეს არის დასტური იმისა, რომ ყოველთვის არსებობს უკეთესი თაობა. მოკლედ, სანდროს გამარჯვებით დასრულდა წრიული რბოლა. ნამდვილად ძალიან დაძაბული და საინტერესო რბოლა იყო. ბევრი პრობლემები ჰქონდა მანქანას, მაგრამ სასწაული შეძლო სანდრომ და მე-13 პოზიციიდან პირველ პოზიციაზე გავიდა. ერთად უნდა ვიზეიმოთ, თქვენ კი აუცილებლად მოდით შემდეგ ვიკენდზე, იმიტომ რომ შემდეგ ვიკენდზე გადაწყდება ყველაფერი და დღევანდელმა რბოლამ დაამტკიცა, რომ ნამდვილად არსებობს უკეთესი თაობა.